82 წლის ჟუჟუნა ცენტერაძე ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალშენში ცხოვრობს. იგი მარტოხელაა. მეუღლე და შვილი რამდენიმე წლის წინ გარდაიცვალა. მოხუცს გადაადგილება უჭირს. ქალბატონი ჟუჟუნა დახმარებას ხელისუფლებისგან ელიც. რა ვთქვა? 82 წლის გამი. და მოპატრონოთ. 2011 წელს გამიხდა ქმარი ავადდა იმის მოსავლელად ჩამოვიდა ჩემი შვილი თბილისიდან. იგიც ორ თვეში ორივე დაიღუპა. ვერ გულისლო მამამ შვილის სიკვდილს და დაიღუპა ორ თვეში ორივე. ვარო პატრონო და ასე ქვია. არავინ არ მყავს, არავინ მომხმარე არ მყავს. ჩემი პენსია არ მყოფნის მე 160 ლარი არ მყავს, 65 ლარის პენსია ახლა ამალი ახლა ვიყიდე. იანვარში 65 ნახევარი კიდე ვარ ჭამმა მე. მე რა პენსიო პარაკობარ შემიძლია. გაჭირებული ვარ, თუ მომეხმარება და თუ კი საშუალება აქვე და მე ის და მომეხმარე მეტი მადლი არ უნდა. 2011 წელს მქონდა დახმარება 30 ლარი თვეში, მე და ჩემ ქმარს მქონდა 55 ლარი. და ამით ვეჩენდით თავს. მე აი ქმარი საწალი დაინტურა და შეუთვალე ჩემ შვილს მომეხმარე მეთქი და ჩემი შვილი უფრო ადრე მომკვდა. მარტოხელა ქალბატონი, რომელსაც გადაადგილება უჭირს, ამბობს, რომ წამლის და წყლის მიმწოდებელი არავინ ჰყავს. გარდა მცირეწლოვანი მეზობლისა, რომელიც გაკვეთილების დამთავრების შემდეგ ხშირად სტუმრობს მოხუცს. გადაადგილება არ შემიძლია. ვარ 82 წლის. წამალი რომ მომიტანოს იმისთან არეკავ, აქედან რომ მომიტანოს იქამდე წამალი აი ბაღანია ჩემი პატრონი. მოდის აღამოს და აბა შეშაშა მომიტანებები, აბა წყალი მომიტანებები, აბა ისეთი. არ ვიცი პირდაპირ. ძალიან მეხმარება მეზობლები, მაგრამ მოხმარება არა, შეშას უფასოდ ვინ მომიტანს ამ ზამთარში შეშა ჯერ მაგ ნისიად მოტანილი. თხოვს ახლა თვითონს გაჭირებულია რა ქნას. არა მაგ არანაირი საშუალება რომ მივცე ბაღანას მისი ნამუჟია. თუ კი ვინმე მომეხმარება და დამეხმარება მადლობელი იქნები და თუ არა რა ძალა მაგდანა და ვიხჩობი და ვიქნები. როცა რომ მე თვეში მინდა 65-70 ლარის წამალი მაინც. ხომ უნდა ვჭამო ბაძო? სინათლე ხომ უნდა გევინათო? პური ხომ უნდა ვჭამო? სხვას თავი დაანებე. რა ვიცი რა. ოზომოდ გაჭირებული ვარ. მიწარას მიშობა, ქია მიწაზე გადა ბოსტანში. ვაიმე დედა, აქიდან ჭამდი ვერ მივალ რომ წყალი მევიტანო და დავლიო. ვერ ვიარები ფეხით. მარილები აქ რაც ავანტყოფა, არ ვიცი რა ჩანდაბა. გაჭირებული ვარ. ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენელი ხიდისთავის თემში დავით თვასაძე გურიანი ოსთან სატელეფონო საუბრისას ამბობს, რომ ჟუჟუნა ცენტერაძეს მისთვის არ მიუმართავს. ის აუცილებლად გაიცნობა პრობლემას და შუამდგომლობით მიმართავს მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობას, როგორც ერთჯერადი, ასევე სოციალური დახმარებისთვის.